ჩვენი სტუმარია გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის წარმოადგენს ის, არის პარლამენტის წევრი და გიორგი გუშინ იყო იმ დებატების მონაწილე, რომლის ასე ვთქვათ შევსება თუ დასრულება დღეს სპეციალური ბრიფინგით გადაწყვიტა პრემიერმა კობახიძემ და მიუძღვნა ოდა ივანიშვილს დაახასიათა მისი როლი როგორია ქართულ პოლიტიკაში. თქვენ რა სიტყვით, აი რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ ბრიფინგმა? მოგესალმებით დიანა. გუშინ ჩვენ კონკრეტული სტრატეგია ჰქონდა სხვათა შორის დებატებში არჩეული, რაც დღევანდელმა ბრიფინგმაც დაადასტურა, გაამართლა და რას გულისხმობს ეს სტრატეგია? ეხლა ირაკლი კობახიძესთან დებატებს სერიოზულად არ უნდა შეხედოთ და რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო უნდა დაუტოვო მას იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი სისულელე ილაპარაკოს. და გუშინაც ამას ჰქონდა რეალურად. ფიქრობთ, რომ ამ ტიპის დისკუსიაში მას არ აქვს სათანადო უნარები? ნახეთ, გუშინ თავარი რა იყო? თავარი იყო ის, რომ მას მოუწია, ტყუილების რაღაცა კორიანტელი დააყენა ფაქტობრივად ამ დებატების ეთერში და როგორც ჩვევია ხოლმე დაიწყო ჭორაობა, გადავიდა რაღაც გაუგებარ კონსპირაციებში. და როგორც ჩანს, აქაც სათანადოდ ვერ წარმოაჩინა ბიძინა ივანიშვილსაც რაღაც ისტორიებს ყვებოდა, ჭორაობდა, იქ ამერიკელებთან შეხვედრა, კიდე სხვადასხვა შეთავაზებები და სრულიად გაუგებარი და მართლა არასერიოზული იყო ის ყველაფერი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ტყუილებით გაჯერებული, მაგრამ ასევე არასერიოზული, რაც ისაუბრა გუშინ ივანიშვილზე. დიდი ალბათობით მან მორიგი დატუქსვა მიიღო მისი მამისგან და ეს რა უნდა მამას ტერმინიც როგორც რაც მამას უნდა ეს ვის გულისხმობდა ახლა მაინც გასაგები ხდება ყველასთვის მამას და მამამ არჩენალს ასე ვთქვათ და დღეს მოუწია თავისი ჭკუით და თავისი აზრით გამოსწორება თავის თავშეული შეცდომის, მაგრამ ნახეთ რომ გამოასწორა კი არა, პირიქით ვფიქრობ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდო ივანიშვილი. ახლა ამას კობახიძე გამოსწორება კი არა, რაღაც ფლეშმობის სახე მიიღო გიორგი. აი ირაკლი კირცხალია გელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტური აზრი სწორედ ივანიშვილი გამოთქვამს, პრემიერი ხას უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს რომ მის გარჩევებსაც იღებს და პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გზებს პოულობს, კიდე სხვადასხვა სპიკერები, დეპუტატები, ასე ვთქვათ, თემა გრძელდება. ხო, იმიტომ რომ ნახეთ აქ რა არის საინტერესო დიანა, ამას ახლა ეს ხალხი და კობახიძე აქ თავარი ფიგურა გასაგები ამ ნაწილში, ახლა ამას რის გამოაკეთებს? იმის გამოაკეთებს, რომ პასუხისმგებლობა ივანიშვილს გაუნაწილოს, ეს ერთი ვარიანტია, თუ იმის გამოაკეთებს, რომ პირიქით, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად თავად აიღოს პასუხისმგებლობა, ან რაღაც შეცდომაში შეყვანილებით გამოვიდეს, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ფაქტი არის ერთი, რომ დღეს საქართველოს ფორმალურად ყავს პრემიერ-მინისტრი, რომლისთვისაც არც ქვეყნის კონსტიტუცია, არც კანონი, არც სხვა ღირებულებები, სამშობლო პატრიოტიზმი არაფერს არ წარმოადგენს. ერთადერთი ღირებულება მისთვის არის ის მამა, ვიზეც ისაუბრებდა, ივანიშვილი. და არის ივანიშვილის მომსახურე პერსონალი. მისთვის სხვა ინტერესი გარდა იმისა, რომ ივანიშვილის მიერ ნაბოძები წყალობით, რაც შეიძლება დიდხანს დამსახურებით არის იმ სავარძელში. ხო, ამ სავარძელზე ვამბობდი ზუსტად, სავარძელზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ივანიშვილის წყალობით ეს სავარძელი, ამის გარდა ლეგიტიმაციის წყარო მისთვის ივანიშვილი. არის ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ამის გარდა მას სხვა საფიქრალი, სხვა საზრუნავი არ აქვს. და მთელი ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაღაცად მაქსიმალურად თავი გამოიჩინოს იმ ფონზე, როდესაც მან რეალურად, ასე ვთქვათ, პრობლემების გარდა არაფერი არ მოუტანა. იგივე ივანიშვილს, აი თუნდაც ესეც რომ მოკლედ გავარჩიოთ, ხო? პირველი პრემიერია ოცნების პირობებში, ვის დროსაც ივანიშვილი არის სანქცირებული ამერიკის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის სანქცირებული ივანიშვილი. და ხა მისი პასუხისმგებლობა ეს რა თქმა უნდა არის ირაკლი კობახიძის, რომლის დროსაც მოხდა ეს ამბავი და მას შემდეგაც არაერთი მცდელობა აქვს და დაპირებებიც ისმის, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთება და ასე შემდეგ და რას ვხედავთ? ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა მართლა რაღაც ნათელი წერტილი გამოჩნდა და იყო დელეგაციები და მისვლა-მოსვლა და ხა ჩვენ კი არ გვაქვს მაგის მოლოდინი, რომელიც განსაკუთრებული ამას მოყვებოდა, მაგრამ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იმდენად არაკომპეტენტურია კობახიძე, ტყუილში დაადანაშაულა, წარმოიდგინეთ. ახლა ამაზე მეტი დაზიანება როგორ უნდა გააკეთო შენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის, ხო? ასე რომ ეს კაცი კიდევ ვიმეორებ, ახლა ივანიშვილს საქმეს უკეთებს თუ პირიქით უფუჭებს და ამას რატო აკეთებს? ახლა ეს საბოლოო ჯამში არ არის მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერში, აი ამ სრულიად გაუგებარ ვითარებაში ფლეშმობი ახსენეთ თქვენ და მართლაც ფლეშმობს თუ დაემსგავსა. მათი საქმიანობა
კარგავთ თუ ქვეყანას ფაქტობრივად, იმიტომ რომ რეალურად რა არის, რამდენიმე სიტყვაში რო ჩამოვაყალიბოთ ირაკლი ყობახიძის ეხლა თქვენი საუბრის პარალელურად როცა დაასანქცირეს ივანიშვილის ვინ იყო პრემიერი მაინც სიზუსტის. კი ბატონო, ანუ ყობახიძე, კი ბატონო და ხა აღარ ვლაპარაკობ მაგნიტსკის სიაში მყოფ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს და აღარ ვლაპარაკობ მოსამართლეებზე, რომლებიც კორუფციის გამო მის დროს არიან დასანქცირებულები. თქვენ არ ყოფილხართ ახლა შეიძლება ამ სამზარეულოს მონაწილე, მაგრამ იმ ხალხთან ერთად ხართ პარტიაში, რომლებსაც რაღაც წარმოდგენა პროცესზე აქვს. როგორც მინიმუმ. როგორ ხედავთ ახლა ამ პროცესს? ივანიშვილს რაღაც არ მოეწონა და დატუქსა ყობახიძე, რომ მე რაღაცა გადავდე თავი, ოჯახი, ფინანსები, ეს და თქვენ კიდე რაღაც ეთერში ისე არ ამბობთ, როგორც ანუ აუხსენით ამ ხალხს რაში ვერევი მე და ასე ან მოკლედ რაღაც დიალოგის წარმოდგენა რა ხდება და ამის შემდეგ კარგით ბატონ ბიძინა გამოვასწორებ და ეს პროცესი მიდის რაღაც ასეთი წარმოდგენა გაქვს ასეთი აი ერთი შეხედვით თითქოს მარტივი რაღაცა საბავშვო ბაღის დონეზე არის რეალურად ასეც არის რეალურად ეხლა იმიტომ რომ ეს ხალხი არც კომპეტენციით, არც გამოცდილებით, არც პროფესიონალიზმით არ გამოერჩევიან პირიქით თუ ერთი სიტყვა შეიძლება ბევრ სხვა შეფასებაში ერთი სიტყვა ვიპოვოთ ეს პირველ რიგში არის არაკომპეტენტურობა, ხო? აი კომპეტენციისგან სრულიად დაცლილი გუნდი. აი მაგალითად დღეს გამახსენდა ეპიზოდი იყო ასეთი ოცნების ისტორიაში, როცა პრემიერი იყო კვირიკაშვილი და პანორამა თბილისის ბედი წყდებოდა იქ პარკინგის ერთგვარად მიყიდვის თემა, რაზეც ოპოზიცია აკრიტიკებდა და ივანიშვილმა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ეს მე სრულიად კანონიერად ესე და ჩემ გუნდსაც მოუწოდებო, რომ კარგად აუხსნასო და მაშინ მახსოვს კარგად ერთი დილა გათენდა და კვირიკაშვილის განცხადება იყო, კალაძის განცხადება იყო, რაღაც ამ ტიპის ფლეშმობი იყო, რომ ივანიშვილი ამას მართლაც ისე აშენებს და ჩვენ ეს ერთ მოკლედ ამ თემის გამართლებას ცდილობდნენ და შემდეგ რაღაც ინტერვიუში იმ ინტერვიუმში შტაბ-ეჭრილება დატოვა, რომ მისგან მოდიოდა ეს აი ამ ფლეშმობის ინიციატივა. რაღაც და კიდევ უფრო ცუდ შესრულებასთან იგივე პროცესის გვაქვს თუ არა შეიძლება დიანა, ერთი არის რა სურს ივანიშვილს და მეორე არის რამდენად მზად არის ის ხალხი იმისთვის რომ მისი ყველა სურვილი და ყველა დავალება და ყველა მითითება შეასრულოს, ხო? ანუ ახლა ყველაფერს ხომ თავის საზღვარი აქვს, ასე ვთქვათ და ამ დროს კიდევ მეორე თავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ხალხისთვის თავარი ამოსავალი წერტილი, თავარი ღირებულება არის ივანიშვილი. კიდევ მეორე, რომელიც მაღლა დგას კონსტიტუციაზეც, მაღლა დგას კანონზეც და ყველაფერი დანარჩენს. ეს ბრიფინგი ეძღვნებოდა ივანიშვილს და არა საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ანუ მან თავად ხომ თქვა ეს სიტყვები თუ არ ვცდები, რომ მეორე პირია ის, ანუ პარტიაში. ანუ წარმოიდგინეთ ეს საწერია და ვინ მოიტანა, რომ როგორ შეიძლება პარტიის საპატიო თავმჯდომარე საპატიო თავმჯდომარე ხომ ეს ყველგან სიმბოლური თანამდებობაა. როგორ შეიძლება რომ პრემიერობის დროს რეალობა როგორი იყო, იმიტომ რომ თვითონაც თქვათ შეშ დებატების დროს იყო ამ ტიპის კითხვა-პასუხში თქვენთან. გახარიას დროს, რა თქმა უნდა, სიტუაცია იყო გაცილებით განსხვავებული, იმიტომ რომ თავად გახარია იყო დამოუკიდებელი ფიგურა და მას ვერასდროს და არასდროს ივანიშვილი ვერ გაუბედავდა და არ გაუბედავდა იმას, რასაც უბედავს აი ამ თავის ხელის ბიჭებს, ხო? და ჩვენ ხო კარგად ვხედავთ მას შემდეგ. ანუ ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი ან არაფორმალური მმართველი სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ, რაღაც ეპიზოდურად იყო, თქვენ ასე უყურებთ ამ პროცესს. თქვენ ხო გახსოვთ ჯერ ეგერთი მაშინ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს საერთოდ კოვიდის პერიოდი იყო და მოგახსენებათ საერთოდ რომც გეხვეწნა ივანიშვილისთვის ისედაც არ უნდა და გაკარება არანაირი მართვისთვის და რა თქმა უნდა ეს თავიდან ბოლომდე სრულად გახარიას კონდეს საკუთარ თავზე აღება. კოვიდის დამსახურება და არა გახარიას უნარების. არა, კოვიდის დამსახურება იმიტომ რომ პრობლემა იყო და ამ პრობლემას ერთადერთი ვისაც შეეძლო გამკლავებოდა ამ პრობლემას გიორგი გახარია იყო. როცა არათუ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მე მახსოვს მაშინ ტრამპი იყო ჯერ კიდევ ამერიკაში პრეზიდენტი და მახსოვს ეს პირველი ბრიფინგები, პრესკონფერენციები, როგორი დაბნეული სახეებით ატარებდნენ, თვითონაც არ იცოდნენ როგორც ემოქმედათ და ამ შემთხვევაში აქ იყო გახარია, რომელიც ძალიან ეფექტურად მართავდა სიტუაციას და ახლა აღარ გავიხსენებ სხვა კრიზისებს, ხო ახლა ამ ქვეყანაში დიანა არის ორი უმნიშვნელოვანესი კრიზისი ბოლო წლებში, ხო? პირველი ეს იყო 20 ივნისი
და მეორე ეს იყო 2024 წლის 28 ნოემბერი. ერთიც და მეორეც აი ამ ორი კრიზისის შემოქმედი ავტორი და განმახორციელებელი არის ირაკლი კობახიძე. 20 ივნისის შემთხვევაში ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მე და გახარიამო და მისი სურვილის არარსებობის შემთხვევაში უყურე ამ ეპიზოდს დებატების. ეს საკითხი რომ გაირკვეს, ნახეთ, ერთადერთი ადამიანი, რომელიც არის სრულად პასუხისმგებელი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანაზე და მის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაბრძანებაზე, ეს არის რა თქმა უნდა მხოლოდ ირაკლი კობახიძე. და მან თავად დაიყო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ამას შემდგომი გართულებები არ მოყვებოდა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ვნახეთ. გადავიდეთ ახლა 2024 წლის 28 ნოემბერზე, ხო? ანუ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ამას მოყვა ხალხის მასობრივი პროტესტი, სამართლიანი აღშფოთება და რეალურად აი ეს ფაქტობრივად დღეს ვართ პროცესში, როდესაც ევროინტეგრაცია, მას შემდეგ რაც კობახიძე მას განცხადება, ივანიშვილი ყოფილა ამ ორივე თარიღის ავტორი და არა კობახიძე. ივანიშვილი ხა ყოველთვის იყო ამ პროცესებში ჩართული. რაღაც პერიოდში მას ოფიციალური და ფორმალური თანამდებობები ეკავა, მათ შორის როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო, რაღაც პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო და ასე შემდეგ. იბატონო, მინდა რომ კონგრესის აქცე ვილაპარაკოთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? დღეს რამდენიმე ბრიფინგი მოხვა ამ თემას, ეს იქნა აღქმული, როგორც რაღაც ივანიშვილის ხელისუფლების, ოცნების ხელისუფლების ჩამოშლის წინაპირობებს აგროვებს ახლა ოპოზიციის ნაწილი და ეს იქნა სწორედ რაღაც ბერკეტად ამ პროცესში. დიანა გუშინ, ამიტომაც მე ვთქვი, რომ რეალურად დღეს ჩვენ აი ამ ოცნების და კობახიძის მიერ მართული საგარეო პოლიტიკა ერთი სიტყვით შეგვიძლია შევაფასოთ როგორც კრახი. პირდაპირ საგარეო პოლიტიკის კრახია არაკომპეტენტურობის და უპრინციპობის აი საუკეთესო თუ ჭყალებში საუკეთესო გამოვლენება, თუმცა დამღუპველი ქვეყნისთვის. რაც ნიშნავს იმას, წარმოიდგინეთ, ახლა ჯერ გუშინ საერთოდ უტიფარი საუბრობდა გახარიას პერიოდს ადარებდა და გახარიას ვიზიტებს, როდესაც ბრიუსელი გინდა და ნატო გინდა და ევროკავშირის ჰედ ოფისი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი საერთოდ თბილისში ჩამოდიოდა და გაგანია პანდემიის დროს ამას ახერხებდა, რა თქმა უნდა, გახარია და უმაღლეს დონეზე იყო სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკასთან და დღეს რა ვითარება გვაქვს, რომ აი სულ რაღაც 4 წელიწადში ადამიანმა მოახერხა, რომ აი ეს სტრატეგიული ურთიერთობა გაენულებინა საერთოდ და კიდევ მაგიტომ მოიყვანა ივანიშვილის სანქციების მაგალითი და ეს ხომ ერთი არ არის მაგნიტსკის სია, სანქციები ივანიშვილზე, სხვა მაღალჩინოსნებზე დასანქცირებული მოსამართლეები კორუფციის გამო და ასე შემდეგ და ვითარება, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენ იგი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობენ და საქართველოსკენ გამოხედვაც არ უნდათ. რატომ? ეს კითხვა ხომ ისმის, იმიტომ რომ მათ ის დასაკარგი ნახევარი საათიც არ აქვთ, ტყუილა არაფრის მომცები და უიმედო საუბრებისთვის ოცნებასთან. და ერთადერთი შანსი იყო ახლა აი ამ ბოლო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, რომ აი რაღაცა დავუშვათ დარწმუნებულიყვნენ ისინი, რომ ეს ოცნებაც რაღაცა სერიოზულად უყურებს ამ გადატვირთვას და მზად არის, რომ მართლაც შეცვალოს ქცევა, როგორც თავად ახსენა, ხო, რუბი ტერმინი, ტრაექტორია და ასე შემდეგ და ამას მოაყოლა მე ტყუილ მარტო არა ხარო კაც ეუბნება. ამერიკის სახელმწიფო მდივანს ეუბნება კობახიძე მარტო არა ხარო და ახლა ამ ადამიანის ასეთი არაკომპეტენტური პოლიტიკის მართვის შემდეგ რა უნდა გაგვიკვირდეს? არც ეს რეზოლუცია არ არის გასაკვირი და არც აი ამ აქტის მომავალს თქო, აი როგორ უყურებთ, როგორც შინაარსობრივად რომ შევიდეთ, აი რაღაც რუსულ მთავარი დედააზრი არის, რომ რუსულ-ჩინური გავლენის შესწავლა საქართველოში. ხო, ნუ ეს ხომ ფაქტია, ამას ხომ ვერავინ ვერ გაექცევა, ახლა დღესაც გამოაცხადა კობახიძემ, რომ რაღაც სტრატეგიული დონეზე გადადის საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა. ხო, ეს სხვათა შორის მინდა მაყურებელმა იცოდეს ჩვენი პოზიცია, რომ თუ რაც შეეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს რა თქმა უნდა, ამას სამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და ვერც გვექნება, მაგრამ სრულიად ტიპის გამოწვევებს და შიშებს მოიცავს ეს კონტაქტები. ეს არის სწორედ თავარი კითხვა, იმიტომ რომ აქ როდესაც ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობ ეკონომიკური კუთხით, ეს არის ერთი მხარე, მაგრამ არის მეორე მხარე, რომელიც შეიცავს პოლიტიკური αφილაციის რისკებს და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევის რისკებს. ხომ ყველამ კარგად იცის, რომ ჩინეთი არის კომუნისტური პარტია, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, მოკავშირე და ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველო არის დაუცველი და ფაქტობრივად მარტო აი ეს მოახერხა სწორედ კობახიძემ, მარტო დატოვა სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე პირისპირ რუსეთთან, ბუნებრივია ამ ვითარებაში რისკები გაცილებით მაღალია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ეს მულტივექტორული ის რო გაჩნდა ახლა ტერმინი, რომელიც სხვათა შორის რუსეთის მაღალჩინოსნები ზუსტად იგივე ტერმინს იყენებენ. ასე დაახასიათებდით დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას? ხო, ასე ახასიათებენ თავად. რომ თქვენ როგორ დაახასიათებდით, მათ შორის გუშინდელი კომუნიკაციის გამოცდილების გათვალისწინებით, ანუ რაღაც ტიპის კითხვები პასუხი. ხო და მაგას ვამბობ, ანუ არც მულტივექტორულიც არ არის.
ეს არის კიდევ ვიმეორებ, ეს არის არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანი არის რაღაცნაირად ბიძინა ივანიშვილის პირადი პრობლემების გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში სანქციებიდან გათავისუფლება. და ამას ემსახურება მათი ქმედება და ამასაც რო ვერ ახდენენ. სანქციებს არ ახსენებს, სხვათა შორის შეერთებულ შტატებთან ახსენებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა არის მათი ამოცანა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. არის, მაგრამ რას აკეთებენ ამისთვის? ამას რო ამბობ, დიანა, ერთი მხრივ და მეორე დღეს რო გამოდიხარ და ამერიკის სახელმწიფო მდივანს ტყუილში ადანაშაულებ და მათყუ არ ახარო ეუბნები. ჩვენო ეს არ გვიკითხავთ, ჩვენო ვკითხეთო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზეო. რა მნიშვნელობა აქვს ამ ნიუანსებს, ხო? ანუ მთავარი არის, რომ არც დიპლომატიის წესია ეს და არც პოლიტიკის წესია, როდესაც შენ ასე ესაუბრები შენს სტრატეგიულ პარტნიორს. და დღეს ჩვენ რა ვითარება გვაქვს? ჩვენი მეზობელი ქვეყნები და წარმატებები მათ და ულოცავთ და ულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თავად ახდენენ აი ამ სტრატეგიული ურთიერთობების გამყარებას და განვითარებას ამერიკასთან და ევროპულ სივრცესთან და ამ დროს ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ თურმე ჩინეთთან გადავედეს სტრატეგიული ურთიერთობა. კი ბატონო და ვიზა ლიბერალიზაციის თემა არის, ჯერ ტექნიკური განხილვა არის 11-ში, მაგრამ განხილვის ეტაპზე. მადლობა გიორგი.